ვაჭარის day trading და scalping კურსები live-შია. მეგობრებო, ჩვენ საიტზე დაემატა day trading-ის და scalping-ის კურსები და ახლა გვაქვს უფაზო კურსები swing trading-ი და day trading-ი და scalping კურსები. Swing trading-ის ფასი არის $359, day trading-ის და scalping-ის $559 და ორივე ერთად იქნება, ესე ვთქვათ, $759. ეს იქნება მხოლოდ ერთადერთი შეღავათი იმ შემთხვევაში თუ გინდათ, ესე ვთქვათ, ორივე კურსების შეძენა. მე საერთოდ არა ვარ ფასდაკლებების მომხრე და ეგ არც არასდროს არ იქნება ჩემთან. როიციან ხოლმე რომ 20%, 30% Black Friday, ჩემი დაბადების დღე, იმის დაბადების დღე ან კურსების giveaway. ჩემთან ეგ არავითარ შემთხვევაში არ იქნება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა საწყვეტი და ზუსტად ვიცი ვინც ვარ მე. მე მგონია რომ როცა ვიღაცა რაღაცას ფასდაკლებას აკეთებს, ეს აკეთებს მას იმიტომ რომ ან პროდუქტი არ იყიდება და არის ძალიან ცუდი პროდუქტი, ან მეორე მას უნდა უბრალოდ ფულის გაკეთება. ჩემ შემთხვევაში არც ერთი არ არის და რომც იყოს მე არ ვაპირებ ფასის დაკლებას, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი რა პროდუქტსაც ვყიდი. ის რომ არის თუ არა საუკეთესო კურსები მსოფლიოში და საქართველოში თუ არა, ამაზე მე პირადად კომენტარს ვერ გავაკეთებ, ბევრი მისნობს მე YouTube-დან, ბევრმა იცის ჩემი თავი Instagram-დან და ეს უნდა გადაწყვიტონ მათ, ვინც ესე ვთქვათ, გაივლიან ამ კურსებს. მე რა თქმა უნდა მინდოდა Trustpilot-ის დამატება, უბრალოდ Trustpilot არის საშინლად ძვირი და ამიტომ გადავწყვიტეთ სხვა ხერხს მივმართოთ, ოღონდ ეს ხერხიც უნდა იყოს 100%-იანი ტრანსპარენტი და ლეგიტიმური, ანუ თუ შენ არ გაქვს კურსები ნაყიდი, ვერ დაწერ ვერანაირ რეაქციას, ვერც ცუდ რეაქციას და ვერც კარგი რეაქციას, რათა ესე ვთქვათ, სხვა მომხმარებლები არ იყვნენ შეცდომაში შეყვანილ. შეიძლება ვიღაცამ ძალიან ცუდი კომენტარები დააწეროს, შეიძლება ვიღაცას არც ქონდეს საერთოდ კურსები ნაყიდი და დაწეროს ძალიან კარგი კომენტარები, იმისთვის რომ ესე ვთქვათ, ხალხი, ესე ვთქვათ, შეცდომაში შეიყვანოს, რაც რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არასდროს არ იყო, არასდროს არ ყოფილა და არც არასდროს არ იქნება. ეხლა მოდი გავარკვევთ ის, რომ მე ეხლა რა თქმა უნდა, ჩემ კურსებზე არ დავიწყებ საუკეთესო კურსებია და bla bla bla, მაგრამ მოდი ეხლა ერთად გავარკვიოთ თუ როგორ უნდა ერჩიოს სწორი მენტორი და ესე ვთქვათ, როგორ უნდა გაარკვიო ვინ იცის ტრეიდინგი და ვინ არა. პირველ რიგში ჩემი ტრეიდინგ სტრატეგია ვიცი რომ არავისას არ აგავს, იმიტომ რომ ის არის ჩემი საკუთარი, ჩემი ჩამოყალიბებული, რომელიც არის გატესტილი და რომელთაც ვაკეთებ. ასე ვთქვათ, მოგებას. რაც შეეხება ახლა კონკრეტულ, ესე ვთქვათ, კონკრეტულად არავის არ ვიხები, მაგრამ თუ როცა მესმის ხოლმე საქართველოს ბაზარზე ვიღაცა ვინც ტრეიდინგზე ლაპარაკობს, პირს გააღებს თუ რა ზუსტად ვიცი რომ ის ტრეიდინგის აზრზე არ არის. იგივე რო ვთქვათ, ახლა მაგალითად მე მანქნების არ მესმის, ანუ ძრავების არ მესმის, რა თქმა უნდა, მერკები, ბრენდები ვიცი, მაგრამ ახლა ძრავაზე რო დავიწყო ლაპარაკი, ან ესე ვთქვათ, მუხრუჭების გამოცვლაზე და ასე შემდეგ, წამებში მიხვდები, რომ არაფრის აზრზე არ ვარ, ან მეიკაპზე რო დავიწყო ლაპარაკი, ის ადამიანი, ვინც მეიკაპზე ყველაფერი იცის, წამებში მიხვდება, რომ არაფრის აზრზე არ ვარ და უბრალოდ ვიტყვები. მე ტრეიდერებს ზუსტად ეგრე ვცნობ, გააღებენ თუ არა პირს და იტყვიან თუ რაღაცა, ზუსტად ვიცი, რომ ისინი ტრეიდინგის აზრზე საერთოდ არ არიან, ანუ ძალიან ახლოსიც არ არიან. მაგრამ ეგ შემიძლია მე პირდაპირ მივხვდე, იმიტომ რომ მე ვარ ტრეიდერი, მე ვიცი რაც არის ტრეიდინგი, მე ვიცი რაც ნიშნავს ტრეიდერობა, მე ვიცი რაც ნიშნავს ფულის გაკეთება და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ უნდა მივხვდე შენ, როგორც ესე ვთქვათ, ეს ადამიანი, ვისაც სურს ტრეიდინგის სწავლა, რა თქმა უნდა, როცა შენ გსურს რაღაცის სწავლა, ყოველთვის გჭირდება მენტორი. მე მენტორის ყველანაირად მომხრე, მაგრამ მე რისი სწავლაც არ მინდა, ყველაფერში ვიყვან მენტორებს, იმისთვის რომ ასე ვთქვათ, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვა და რაც შეიძლება სწრაფად მივახცევ ჩემ მიზნებს. რა თქმა უნდა, მენტორის არჩევა არის ეს საერთოდ სხვა თემა და თუ გაგიმართლა და აერჩი კარგი მენტორი, მაგ შემთხვევაში შენ მიზნებს სწრაფად მიაღწევ და უფრო ნაკლებ შეცდომებს დაუშვებ. ეხლა შენ როგორ უნდა აერჩიო სწორი მენტორი? მოდი ვიყოთ ყველანაირად ლოგიკურ თემას და პირველ რიგში რაც შენ უნდა უთხრა მენტორს, ეს არის მისი რისკ-რევარდი. ანუ უბრალოდ უნდა შეეძლოს მას თავისი რისკ-რევარდის ჩვენება და ეს არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ,
რაიმე პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს მისთვის. ჩემ შემთხვევაში, ჩემი ყველანაირი რისკ-რევარდი, ჩემი ტრეიდები, ყველაფერი მაქვს, რა თქმა უნდა, Instagram-ზე დადებული, ყველაფერი მაქვს YouTube-ზეც გაზიარებული, YouTube-ზე მაქვს გაზიარებული ჩემი რამოდენიმე win rate-ები და ეს არის 1 და 2 დღის ან 1 და 2 ტრეიდის, რომ სადმე რაღაც გამიმართლა და რაღაც დიდი მოგება დაფიქსირდა და იმით ესე ვთქვათ მებლატავა. არა, ეს იყო გარკვეული პროცენტები და ყოველთვიურად ანუ დადებული მქონდა, რომ აი ამთვის მქონდა 45 ტრეიდი გაკეთებული, 60 ტრეიდი გაკეთებული, ამ კვირას მქონდა 12 ტრეიდი გაკეთებული, ესეთი win rate, ამდენი მოგება, ამდენი წაგება და ასე შემდეგ. ანუ მე ამ ყველაფერში ვარ სრულიად ტრანსპარენტი და არავისთან არაფერი არ მაქვს მოსატყუებელი. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოგებები ვერ იქნება. ეს ილუზია არის, რომ ყველა ტრეიდი მომგებიანი იყოს, არა მთავარია თვის და კვარტალის ბოლოს ან წლის ბოლოს გამოხვიდე მოგებაში, მაგრამ ეს საერთოდ სხვა თემა არის, მაგრამ ხშირად მესმის რომ ანუ ბევრი არ აჩვენებს თავის რისკ მენეჯმენტს ან თუ აჩვენებენ არ აჩვენებენ სწორად და ძალიან ბევრ მახინაციებს აკეთებენ. იქ მოკლედ შენ თუ გინდა სწორი მენტორის არჩევა, მე ანუ არ ვამბობ რომ მე უნდა ამერჩიო, მაგრამ შენ თუ გინდა ტრეიდინგის შესწავლა, აუცილებლად გირჩევდი რომ აიყვანო მენტორი, მაგრამ იმ მენტორზე უნდა გააკეთო აუცილებლად სწორი რისერჩი, რათა ესე ვთქვათ, ფული არ დაკარგო არა მარტო კურსებში, არამედ შეიძლება შენ გააკეთო ისეთი ტრეიდები და ისე დაკარგო ფული, რომ ანუ ძალიან ბევრი იყოს და რა თქმა უნდა არა სასიამოვნო. ეხლა კიდე რაც შეეხება ჩემ კურსებს, რას გაიგებ ჩემ კურსებში და რა იქნება ჩემ კურსებში. რა day trading-ში და ესე ვთქვათ, თუ უყურე უფასო day trading კურსებს და ჩემ YouTube არხზე უყურებ ვიდეოებს, უკვე გეცოდინება თუ ვინ ვარ, რა ვარ, როგორ ვაჭრობ და ასე შემდეგ. და რაც შეეხება ესე ვთქვათ swing trading-ზე და day trading-ზე, მე იქ არ ვლაპარაკობ ისეთი სულელეებზე, როგორიც არის, რასაც მაგალითად YouTube-ში უფასოდ მოძებნი. რა არის სანთელი, როგორ წარმოიქმნება სანთელი, რა არის spin bar-ი, რა არის Bollinger Bands-ი, ეგეთ სისულელეებზე მე ფულს ვერავის ვერ გადავახტინებ. ეგეთ სისულელეებზე მე ვერავის ვერ ესე ვთქვათ დავაჯერებ, რომ ეს არის კურსები, რომელიც გახდეს მომგებიან ტრეიდერს. ამის შანსი არ არის, ჩემ კურსებში არის პირდაპირ straight to the point სისტემა, ამ სისტემის ესე ვთქვათ სტრატეგიაზე ქცევა, შემდეგ ტრეიდების მოძებნა, ტრეიდების შესვლა, როგორი ესე ვთქვათ რისკ მენეჯმენტი მაქვს, როგორი სტრატეგია მაქვს და ვარ ესე ვთქვათ hardcore ტრეიდინგზე გადართული. და მე ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩემ სტრატეგიაზე დაყრდნობილი. ანუ მე რასაც ვამბობ, მე რასაც ვიყენებ, ვერავინ ვერ აკეთებს ამას საქართველოში და უცხო ბაზარს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საკუთარი. მე რო არ ვიცოდე ტრეიდინგი, მე უბრალოდ გასწავლიდი, რა არის Bollinger Bands, რა არის RSI, რა არის ინდიკატორი, რა არის სანთელი და ასე შემდეგ, მაგრამ ან ბაზრები როგორ მუშაობს და გეტყოდი რომ აი მე ამას და ამას გასწავლი და მე უკვე შენზე არის დამოკიდებული, რომ შენ უნდა იყო მაგარი და შენ უნდა ჩადო შრომა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა შენ უნდა ჩადო შრომა, მაგრამ როცა შენ ვიღაცისგან რაღაცას სწავლობ, მით უმეტეს როცა ეს არის ტრეიდინგი, ორ თვეში შენ ვერ ისწავლი ტრეიდინგს, რა თქმა უნდა ვიღაცა რაღაცას გასწავლის, შემდეგ შენ უნდა დაიწყო პრაქტიკა და იმ პრაქტიკაში გჭირდება მისი ხელი, რომ ის ყოველთვის გეხმარებოდეს და ის გეუნებოდეს, რომ აი აქ და ამ ტრეიდში უნდა ამ ტრეიდში შევიდოდი მე, ამ მიზეზით, აქ იქნებოდა ჩემი ენტრი, აქ იქნებოდა ჩემი stop loss და ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი ლაიფში განახოს და ის რომ ეს არის ლეველი, ეს არის ეს და ეს ესე მუშაობს და ესე მუშაობს, ეგ ტრეიდინგის სწავლება არ არის, მას უნდა შეეძლოს ტრეიდის ახსნა, რომ აი მე ამ ტრეიდს ავიღებ, მას უნდა შეეძლოს ტრეიდის დაგეგმა, ტრეიდის განხორციელება, fine tuning entries-ი, fine tuning stop loss-ი, მერე take profit-ების დაფიქსირება და ასე შემდეგ და მე ზუსტად მაგიტომ, ანუ ყოველთვის ვდებდი ხოლმე, როცა ტრეიდებზე განხილვა იყო ხოლმე, მე ყოველთვის ვდებდი გეგმას, რომ ეხლა ვიმყოფებით აქ და აქ, ჩემი გეგმა არის თუ გაიღვა აქ შევდივარ long-ში, აქ იქნება stop loss-ი, ეს იქნება ჩემი რევარდი და პირიქით. შემდეგ როცა ხდებოდა და მიაქტიურდებოდა ეგ long-ი ან short-ი, მაგ დროს ვდებდი short-ს და long-ს
limit order-ებით და მე მიდი აკეთებ და trade იმას, რასაც აკეთებ. და ანუ მე არ მიყვარს რომ ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს და ერთხელ თუ გამოვა, აი მე ხო ვამბობდი და ის გამოვიდა. პირიქით ტრეიდინგში არასდროს არ არის საჭირო რომ შენ იყო მართალი. მთავარია ფული გააკეთო. რაც მე ყველაფერი ესე ვთქვათ ტრანსპარენტულად და გამჭვირვალედ ამაქვს ყველაფერი ნანახი Instagram-ზეც, YouTube-ზეც და Discord-ზე. ყველანაირად ვარ ტრანსპარენტი. ამიტომ ამაზე წესით პრობლემა არავის არ უნდა გქონდეს. რაც შეეხება swing trades კიდე რომ დავაზუსტოთ, რასაც swing trade-ში განვიხილავ, იმას day trading-ში არ განვიხილავ, თუ ხარ დამწყები გირჩევ რომ დაიწყო ჯერ რა თქმა უნდა ჩემი YouTube ვიდეოებით, მე დაიწყო უფასო კურსებით და შეიძლება შემდეგ თქვა რომ ეს საერთოდ არ არის ჩემთვის და ტყუილბრად რატომ უნდა გადაიხადო ფული, ხო? მაგრამ თუ ხარ დაინტერესებული, მე გირჩევ რომ აუცილებლად swing trading-იც გაიარო. ყველა ვიცი რომ ანუ day trading-ზე არის გადართული, მაგრამ რასაც swing trade-ში განვიხილავ, day trading-ში არ განვიხილავ და day trading-ში არის rabbit hole-ი, ანუ პირდაპირ სიღრმისეულად შევდივარ ფასში და განვიხილავ ძალიან ბევრ ესე ვთქვათ ნიუანსებს, ძალიან ბევრ რაღაცებს ვაქცევ ყურადღებას, სადაც შეიძლება ესე ვთქვათ ტვინი აგედუღდეს, იმიტომ რომ შენ არ იცი ბაზრის მოძრაობები. აუცილებელი არის რომ ჯერ გაიგო ბაზრის მოძრაობები, ჯერ ივაჭრო swing trading-ზე, იმიტომ რომ დაწყნარებული თავით, დაწყნარებული ესე ვთქვათ ემოციებით გააკეთებ შენ ანალიზს. და swing trading-ი არის set and forget. ანუ შენ ორდერებს დებ და ივიწყებ ჩარტებს, სანამ არ შეგივსებს ორდერებში. Day trading და scalping-ში სულ სხვანაირად არის, ამიტომ მე მგონია რომ შენ ჯერ უნდა დაიწყო swing trading-ით, მერე გადახვიდე day trading-ზე, თუ რა თქმა უნდა ყველაფერი მოგეწონება trading-ი და შენ ეტყვი რომ მე მჭირდება მეტი action. რაც შეეხება price action-ი მაღალ time frame-ზე თუ დაბალ time frame-ზე ყველგან ერთი და იგივე არის, უბრალოდ დაბალ time frame-ზე სულ სხვა რაღაცებს აქცევ ყურადღებას და ესე ვთქვათ მაღალ time frame-ებზე სულ სხვა რაღაცებს, ასე რომ day trading-ში განვიხილავ სხვა რაღაცებს, swing trading-ში განვიხილავ სხვა რაღაცებს. ერთადერთი რაც swing trading-ში და day trading-ში ერთი და იგივე მაქვს, ეს არის risk management-ი. risk management-ზეც მაქვს ისეთი სიღრმისეულად განხილული თუ რა მიზანია ესე ვთქვათ take profit-ების და დაფიქსირების წინასწარ 25%-ის და ასე შემდეგ და როგორ მოქმედებს ეს შენ risk management-ს და ასე შემდეგ. ანუ ეგეთ ინფორმაციას საქართველოს ბაზარზე ვერავინ ვერ გაძლევთ. როგორ განვიხილავ ჩარტებს, დღიურს, კვირეულს, მერე საათიანზე გადავდივარ, 5 წუთიანზე გადავდივარ, როგორ გეგმავ ტრეიდს და როგორ ვაკეთებ ორდერებს, ანუ ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე განხილული swing trading-ზეც და day trading-ზეც. ასე რომ იმაზე არ უნდა იფიქროთ, რომ მე თქვენ ანუ ძალიან დრო გამყავს ესე ვთქვათ სანთლებზე, რომ ეს არის spin bar-ი, ან ეს არის uptrend-ი, ეს არის downtrend-ი, ეს არის ტრიანგელი და რაღაც სულელები, ანუ ამ სისულელებზე დროს არავის არ ვახარჯინებ, არც მე არ დამიხარჯა მაგას დრო, რომ ეგეთ სულელებზე გამეკეთებინა ვიდეოები. ყველაფერი, ანუ ვიდეოები არის გაკეთებული სუფთა ტრეიდინგზე, აი straight to the point, რაც არის საჭირო, რომ ტრეიდერმა გააკეთოს და რაც არის საჭირო, რომ ტრეიდერმა იცოდეს. დანარჩენი რაც მაგალითად თუ ვინმეს რაღაცა დააკლდა, როგორც არის, აი სანთლები მაგალითად ის ვერ გაიგო, ეს ვერ გაიგო ესა და ისა, რა თქმა უნდა, lifetime access-ი გექნებათ კურსებთან, თუ რაღაც საკითხი იყო, რაზეც მე ვიტყვი, რომ ეს მარტო კურსებში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგ ვიდეოს დავამატებ მხოლოდ კურსებისთვის, მაგრამ თუ არის ესეთი თემა, რაც შეიძლება YouTube-ზეც დაიდოს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სრულიად უფასოდ გავაკეთებ და დავდებ YouTube-ზე. YouTube-ზე ესედაც ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, თუ შენ არ ხარ ზარმაცი და დიდი ხანი მიყურებ ან არ მიყურებ და გადაავლებ თვალს, იქაც იმხელა ინფორმაციას შეიწოვ, რომ აი შანსი არ არის, რომ მარტო უფასოდ იმდენს გავცემ, რომ საქართველოში ვიცი მაგ ინფორმაციაზე ხალხი ითხოვს $1000. ანუ როგორ დარეგისტრირდე Binance-ზე, Bybit-ზე რა არის, სანთელი რა არის, ლეველი და ეგეთ რაღაცებზე ითხოვენ ფულს. რაღაც სისულელეებზე, რაც უბრალოდ შეგიძლია YouTube-ზე შენ თვითონ ნახო, რაზეც მე ცხოვრებაში ვერავის ვერ გამოვართმევდი ფულს. პირიქით, ძალიან ბევრს ვეხმარებოდი უფასოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერდა ლაივში და ძალიან ბევრს ვეხმარებოდი ხოლმე ეგრე სერიოზულ თემებშიც. მაგრამ ეს რომ ეს ყველაფერი ჩემ კურსებში ჩამედო და ამით დრო გამეყვანა, ეს არის უდიდესი სისულელე. მეგობრებო, ასე რომ
მე პირდაპირ ვარ გადართული სისტემაზე, პირდაპირ ვარ გადართული სტრატეგიაზე, პირდაპირ ვარ გადართული ლეველებზე, ბაზრების მოძრაობაზე, რატო ხდება ის, რაც ხდება, რა შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ყველანაირად ესე ვთქვათ, ხართ მაქსიმალური ინფორმაციის წყაროში, ანუ ყველანაირ ინფორმაციას გავცემ თუ რაც მაქვს მე და როგორც ესე ვთქვათ, ჩამოვაყალიბე ჩემი სტრატეგია ამ ყველაფერს გადმოგცემთ თქვენ და თუ რამე დაგაკლდათ, აუცილებლად, როცა იქნება ესე ვთქვათ, კურსების აპდეითი და დაემატება რამე ვიდეო, თქვენ აუცილებლად ყოველთვის გექნებათ აქსესი და ამასთან დამატებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება დაწვრილებით, ის საკითხები, რაც მაქვს განხილული ესე ვთქვათ, კურსებში გზა და გზა იქნება ამ ყველაფრის კიდე უფრო სიღრმისეულად, ესე ვთქვათ, ვინმეს რაღაცა თუ ვერ გაიგო, ცალკე კურსებში განხილული ან Discord-ზე გააჩნია რა თემა იქნება. ასე რომ მეგობრებო, თუ რაიმე კიდე კითხვები გაქვთ, აუცილებლად მომწერეთ Discord-ზე ან Instagram-ზე არ აქვს მნიშვნელობა, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ დაგეხმაროთ თქვენ.